წინ მივიღე ბრძანება, რომლითაც დგინდება, რომ ჩემი შრომით ხელშეკრულება გაუქმდა და 1 იანვრიდან აღარ წარმოვადგენ თბილისის მერიას. დამიკავშირდა HR-ი, რომელმაც მაცნობა, რომ 31 დეკემბერს მე მიმთავრდებოდა ხელშეკრულება და შემდეგ ვეღარ გაგრძელდებოდა ჩვენი თანამშრომლობა. დამიკავშირდნენ WhatsApp-ით სააგენტოს HR-ი და დაშებულებაში ვიმყოფები და მაცნობეს, რომ ესე იგი 2025 წლიდან აღარ გამიგრძელდებოდა ხელშეკრულება და შესაბამისად ვერ შევძლებდი განმარტებისა და მედიაციის პროგრამაში მედიატორად ყოფნას. თბილისის მერიის, იუსტიციისა და სხვა სამინისტროების ათეულობით თანამშრომელი 2025 წლის 1 იანვრიდან სამსახურის გარეშე დარჩა. მათი უმეტესობა დარწმუნებულია, რომ დამსაქმებლებმა მათთან თანამშრომლობა საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა და მათი პოლიტიკური შეხედულების გამო შეწყვიტეს. ეს არის ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო განხორციელებული ერთგვარი რეპრესია, რომელიც უკავშირდება ხელისუფლებისთვის მიუღებელ პოლიტიკურ შეხედულებას, არადა მარტივ კანონის მიერ და კონსტიტუციურ გამოხმაურებას, რომელიც მოუწოდება სახელმწიფოს, რომ არ შეეჩერებინა კონსტიტუციით გათვალისწინებული ევროკავშირთან ურთიერთობა და მეტიც ჩვენ მხოლოდ პროფესიული გამოხმაურება გავაკეთეთ, ყველანაირი პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი და იქ საუბრობდით იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება ამ პროგრამის განხორციელებას გულისხმობ აღდგენითი მართლმსაჯულების, განრიდების და მედიაციის პროგრამის განხორციელებას შექმნოდა ამ გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ეს არის გადაწყვეტილება მათ მიერ მიღებული, რომელიც ერთგვარ რეპრესიებს წარმოადგენს. გიორგი აბულაძე იმ თანამშრომლებს შორის იყო, ვინც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას პეტიციაზე ხელმოწერით გაემიჯნა. გაგვათავისუფლეს ჩვენ 3 განცხადების ხელმომწერი თანამშრომელი. მე ასევე სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ, რომელიც ითვალისწინებს პრაქტიკებს სოციალური მუშაობის მიმართულებით და სააგენტოში მსურდა ჩემი ინტერესის შესაბამისად გამევლო ეს პრაქტიკა. თავიდან ჩვეულებრივ დავიწყე პრაქტიკის სწავლა, თუმცა ამ განცხადების შემდგომ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ესე იგი დროებით რაღაც ფორმალური საკითხები იყო მოსაგვარებელი და ამიტომ უნდა შემეჩერებინა პრაქტიკული საქმიანობა და უკვე 25-ში, როდესაც დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ ერთ პრაქტიკაში ვეძლებდი და მთავარი საკითხი რატომაც მიკავშირდებოდნენ, იყო, რომ 2025 წლიდან რაღაც მედიატორობის განხორციელების შესაძლებლობა აღარ მექნებოდა. აქ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ჩემი ასევე კურსელი, რომელიც სააგენტოში გადის პრაქტიკებს, ჩემზე უკვე გვიან მიმართა მან განცხადებით, მან ჩვეულებრივ დაიწყო პრაქტიკები, დღემდე აგრძელებს, მე პრაქტიკის სწავლის შესაძლებლობაც შევიზღუდეს. არ ყოფილა დასაბუთებული არგუმენტი, არ ყოფილა არანაირად დამტკიცებული რაღაცა საფუძვლიანი მიზეზების გარეშე მოხდა ჩემი გათავისუფლება. მსგავს ამბავს ყვება სოფიო აბულაძეს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ამ უწყებაში წელიწადი და 4 თვე იმუშავა. ისინი ყოველწლიურად ანახლებდნენ ამ ხელშეკრულებებს, რაც რეალურ საფუძველს მიქმნის იმისას, რომ მეც რა თქმა უნდა მქონდა იმის მოლოდინი, რომ უნდა გამგრძელებოდა ეს ხელშეკრულება, თუმცა რა თქმა უნდა რეალური მიზეზი და საფუძველი არის ჩემი პოლიტიკური შეხედულებები და აგრეთვე ჩემი ხელმოწერა პეტიციაზე, სადაც ფსიქოლოგები გავემიჯნეთ კობახიძის განცხადებას, რომ ის ემიჯნებოდა და აღარ აგრძელებდა ევროინტეგრაციის პროცესს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკავშირდება მას და არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ უბრალოდ მე შენ გიჩერებ ხელშეკრულებას და ვეღარ გააგრძელებ მუშაობას. ეს არის ზუსტად ქვეყანაში განვითარებული რეპრესიები, რომელიც დღეს ხდება არა მარტო ჩემ სამსახურში, არამედ სხვა საჯარო უწყებებში. დაიწყო უკვე მასობრივი რეპრესიები და გაშვებები. მოვიდა წლის ბოლო, მოვიდა ხელშეკრულებების განახლების პერიოდი და რამდენიმე ათეულ ადამიანს უკვე აი დღევანდელ მომენტში შეუჩერეს ხელშეკრულებები, აღარ უგრძელებენ, აღარ ასაქმებენ და აღარ აგრძელებენ მათთან თანამშრომლობას. ფაქტობრივად უმეტეს ნაწილში ახსნა განმარტებები არ არის თუ რატო იღებენ ამ გადაწყვეტილებებს და უმეტესი ადამიანი, ვინც ეხლა სამსახურის გარეშე დარჩა, არიან იმ პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ჩვენ გავაჟღერეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
თბილისის მერია არის ერთ-ერთი ის უწყება, რომელშიც არ ვიცი, საათში ერთხელ უშვებენ, მე მგონი, ადამიანებს. 25 დეკემბერს სამსახურიდან გაათავისუფლეს მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე. მის მხარდასაჭერად თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. პირველი რეაქცია გვექნება სამართლებრივი, მათ შორის კონსტიტუციური საკონსტიტუციო მიმართვა და ძალიან მალე ჩვენ ამ მექანიზმს გამოვიყენებთ. ახლა დაფუძნებული დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გათავისუფლებულთა უფლებების სასამართლოს გზით დაცვის პარალელურად გათავისუფლების იმ მასშტაბებზე საუბრობს, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებს შეეხო. ფაქტურად არც მალავენ, რომ იმ ხალხს, ვინც ამ პეტიციაზე ხელს აწერდა და გამოხატავდა ევროინტეგრაციის მხარდაჭერას, მათ მიმართ განხორციელდება ეს რეპრესიები და ნათელი მაგალითი არის გიგა, მაგრამ დღეს უკვე სხვა მაგალითებიც არის, ჩვენ უამრავი მაგალითი უკვე იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში, სადაც ზუსტად იგივე მექანიზმები ხორციელდება. მთავარი მიზეზი, რაც მათ უთხრეს, ეს არის შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლა. საინტერესოა ის გარემოება, რომ ვადის გასვლა ყოველთვის არ არის საკმარისი საფუძველი, თუ მაგალითად თქვენ 30 თვე უწყვეტად მუშაობდით, ან თქვენი ხელშეკრულება ორჯერ ზედიზედ გაგრძელდა, მაგალითად ერთწლიანი ხელშეკრულება და ჯამში 30 თვე გამოვიდა და ასე შემდეგ. ანუ არის შრომის კოდექსში მთელი რიგი ბერკეტები, რომლის შესაბამისადაც თქვენთვის შეიძლება ხელშეკრულების შეწყვეტისთვის საკმარისი კანონიერი საფუძველი არ იყოს უბრალოდ ვადის გასვლა ხელშეკრულების. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ესეთ შემთხვევებშიც კი თითქოს უიმედო ჩანს საქმე, მაგრამ ჯობს იურისტებთან კონსულტაცია გაიარონ. იურისტების შეფასებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ 2024 წლის ბოლოს შეტანილი ცვლილებებით დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლება გამარტივდა, რაც საჯარო მოხელეების უფლებებს ლახავს. მისი შინაარსი უკვე გვაფიქრებინებს, რომ ის იქნება როგორც რეპრესიული მექანიზმი, რადგანაც ყველა დაცვის გარანტია, რაც ამ კანონს ჰქონდა, წინას ჰქონდა ყოველ შემთხვევაში და რითაც სხვათა შორის ეს ხელისუფლება ამაყობდა, რომ მათ უკეთესი საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ჰქონდათ უკეთესი რეგულაციებით, სამწუხაროდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იმდენად არის გაუარესებული, რომ პრაქტიკულად არანაირი სოციალური დაცვის გარანტიები და სამართლებრივი ბერკეტები აღარ რჩება, დავიცვათ მუშაკები. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან გათავისუფლებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა უფლებადამცველების ცნობით საუბარია ათეულობით ადამიანზე, რომელთა რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება.